წინა ვიდეომ ციფრული სასწორებით მოტყუებაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, არც კი ველოდი, რომ ამდენი ადამიანისათვის ციფრული სასწორით წონაში მოტყუების შესაძლებლობა მოულოდნელი აღმოჩნდებოდა. უბრალოდ ჩავთვალე, რომ ეს ყველამ იცის და ტექნიკურ დეტალებზე გავამახვილე ყურადღება, ანუ იმაზე, თუ როგორ აკეთებენ ყველაფერს ამას. ახლა 2 სიტყვა მინდა გითხრათ იმაზე, თუ რატომ არის ცუდი მოტყუების გატარება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტათი ნაკლებს მივიტან სახლში. ამას უფრო შორს მიმავალი შედეგები მოაქვს. თუ მოტყუება დავიკიდეთ, ჩვენ მატყუარა გამყიდველს ვაყენებთ უკეთეს პირობებში, ვიდრე ისეთს, რომელიც არ იტყუება. მატყუარას რჩება მეტი მოგება, აქვს ფასის დაკლების მეტი საშუალება, ბრუნვარიზდება და ასე შემდეგ. ფაქტიურად, მოტყუების გატარებით და რეაგირების გარეშე დატოვებით, ჩვენ ვუბიძგებთ სხვა წესიერ გამყიდველებს, რომ მოგვატყუონ. უბრალოდ სხვა გზას აღარ უტოვებთ, რითაც ისევ ჩვენ მომხმარებლები ვზარალდებით. აფიქრებულ ხართ ამაზე?